ნახეთ რეკლამა, ვაგრძელებ დისკუსიას. იმის მაგალითად რომ მისცემთ მისებულებები აქციას უტარებენ. ეგეთი რამე მე არ მაქვს. შეხოცეთ კაი გამონათქვამია რომ თუ ფაქტები არ ადასტურებენ თეორიას მითუარესი ფაქტები. მე მაგალითად ერთმა გოგონამ დამიწერა რომ ერთმა ხო თქვა რომ პირველ პარტიაში შენ უნდა მოყვეო. ძალიან მინდა რომ პირველ დაჭერების პირველ პარტიაში შენ იყო რომ პარტიებად გიჭერენ რომ მოვლენ ესე. ნუ ეკაი დებილი გოგოა, მაგრამ მეორე დებილმა გოგომ რა თქვა, იცი რომ შენო ციხეში ამოგალბობენო. მე თქვა რაზე მეთქი რა. აიო ქალები იტყვიანო შენგან დაჩაგრული. მე ვთხარი ძირითადად მედავებიან, მეთქი შევიწროებას, გაუპატიურებას არ მედავებიან და შევიწროებაზე სისხლის სამართალი არ არის და შენო ბიჭო რაღაცა გექნებაო რა რას ქვიაო და მაგაზე ვთხარი ვერი ამბობდა მეთქი რომ Был бы человек, остатия найдется, да пасухеро сайдена как русули штипты имაზე. Телефонში. არგუმენტი არ არსებობს, ეგრევე რუსეთუ მე ხარ, მორჩა. ხო აი არგუმენტი არ აქვს. არა ბერია ქართველი იყო რა. ხო, პირიქით მოვიყვანე რა. მე ჩინური შრიფტიც მაქვს მაგალითად. იცი წერა? კი. ეხა შენ მაი დავიძგუნე. არა, მე რუსული მაგთა ვიყენებ კიდევაც ხოლმე. ხო, აი რუსული მე მაგალითად მაგარი იყო, ცოტა გავხალისდეთ. რაღაცა დაწერა რა. ამან ჩვენმა ძმამ ნიგუშამ და დაუწესო შენო ბიჭო რა არისო ეს გაურკვევლად რა რო ხოცი ხო არ ახარო და ვიღაცა მართლა ლიბერალმა უპასუხა რომ გაეცინა ხო 4 წელი პოსტივის სახეა და ანუ ის რა დებილი იყო ის ამას ზალდება წაუყერო 4 წელია პოსტივში მუშაობს ხო რა ხდება ანუ მაინც ახლა აქეთ გადმოვიდეთ ჩვენ სოდილ ესეთ აი ჩაფურთხების კამპანია რომელსაც დააზარა. აი ხა ამას ხო გამოვიყენებთ ტირაჟირებას მოახდენთ რომ უმერთოები, უსამშობლოები, მაგრამ ესია და რა გავაკეთო. ანუ დარტყმებს ვაყენებთ. მასას ვერ იმხრობენ და რა. საჩორის მაგაზე ვფიქრობ და ჩემი აზარი ერთი სიტუაცია რა რომ მათ აქვთ მათ უკაცრავად დიდი ბოდიში მათ ვიღაცა ჭკვიანებმა უთხრესო ძალიან ჰომოსექსუალურს უბერავთ. და მოდი სანთლებიდან დარჩია ასეკვეთ ილოცეთ არა მაგას ეგ უხალობენ არა ეგ ჩანს ხოლმე ანუ უთხრეს მაგრამ აი მაგალითად აი ყველაზე მაგალითად ხო შავა ყველაზე კარგი მაგალითი ბალერინას პაჩკარო ჩააცვა გუბას შავა ხო აი კი პაჩკაცია მაგრამ არ ვარ არ გამოსდით ხო ყველაზე კარგი მაგალითი იცი რა არის ამ დროის განმავლობაში ჩატარდა ათობით მოგონილი რაღაცა ჯგუფის მარში ატვიროშიკების მარში არ ჩატარებულა გეების მარში ხო და უნდა ჩატარდეს. არ ჩატარდება მართალია. არა, ეგ აუკრძალეს. ეგ დასავლეთმა აუკრძალა ამ ხალხს. და ჩემთვის შეიძლება პირდაპირ თქვა რომ იმ თეატრალების მარშიც გეების მარშია. თავა, მაგას არა, ყურე, არა, აქიც რაზე ლაპარაკი რა. ეს არის ძალიან. აი ის თეატრალები რომლებიც გამოდიან ჩემთვის იგივეა. ჯერ ერთი, ეგ არის ორი რამის მაჩვენებელი. პირველი გეებისთვის. ვინ არის მაგათი უფროსი კი? თავა, ანუ გეებისთვის არის. თავარი თეატრალი რომელიც აპოკალიფსი პირდება, აპოკალიფსი 20-ის მერე. ეგ არის თავარი. 3 დღე დარჩა. თავარი გეები. მაგარი გითხრათ ახლა მე ხო იქ ახლოს ცხოვრობ რა და ყველა მარში რომელიც სტარდება ხედავ და მესმის. ანუ მაგალითად დავაკვირდი რა, აი მაგალითად იყო რაჭველების მარში. ხო. და იყო სვანების მარში და გურულების ნებისმიერ ვერა და ასე შემდეგ. დაახლოებით ყურში რო გესმის სასტვენების ხმა, ხო იცი? ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის სასტვენები. სტვენებები იგივენია. ხო, რა ქვია, რაჭველები მოდიან, რაღაცა ვერელები, ვაკელები თუ ნებისმიერი კატეგორიის. დამსვენი იგივეა. არა, სამთავრობო ორგანიზაციების ის რაოდენობა, რომელიც დამსვენები არიან, იქ დგანა რა, სულ ყველა ხან რაჭველია, ხან ვაკელია და ხან ტატუიროშიკია, ხან ის არის, ხან ის არის. მოდი მე გავაგზავნებ კიდე ჩემს თავს. შენ იცნობ მაგათ, კარგად, ჩვენ არ ვიცით. შეხედე რა, აქ არის ერთი არის ეგ თემა, რომ ანუ რაღაცებს უგზალავენ, იმიტომ რომ მათ ნებაზე რომ ყოფილიყო ბევრად მეტი სიგიჟე იქნებოდა სიამოვნებაში რა. იმიტომ რომ მე მათ ვიცნობ და ვიცი მათი თვით წარმოდგენები და მათი ამიტომ რომ ეს ამდენი 40 წლის დამწყები რეჟისორი და მსახიობი და თეატრი ერთად იკრიბება და მაგათ რა შეუძლიათ. მე კარგად ვიცი, მაგრამ მაინც არის ანუ პერიოდულად ამ ხალხს ვიღაც ჭკვიანები დასავლეთში ანუ აკავებენ და უგზალავენ. ხო, მაგრამ არ გამოსდით. მაგრამ შავა, არის მეორე მომენტი რა. საერთოდ, როდესაც რაღაც არ გამოგდის ხოლმე, ხო? როგორც წესი, ამათ ძიმე გადატანდა. ეს იწევს რას იცი, რომ ეს არის უსასოობის შეგრძნება რა. აი მე ვაშკაცი გეების მარში მიჩვენია ჩაფურთხების კამპანიას.
რა თქმა უნდა. ქართველი ხალხი ვაჟკაცი გეების მასშტაბს მიიღებს. შავ შეხედე ჩაფურთხების კამპანია არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმის, რომ მათ თლადისი არ გამოსდით რაღაცები, როგორც მათ უნდათ რა და ეს არის, ანუ მათ ფსიქოლოგიაში არის ასე რა, რომ მე მახსოვს ახლა, რომ ახლა მე როდესაც ვიღაცებს ბოლპერს დავამუღავე, რომ ბოლპერში, როდესაც აი განსაკუთრებით არაადეკვატურს შევამჩნევ, ხოლმე ვუწყებ ხოლმე ძალიან დაალაგებულად კამაც ხოლმე. ხო, მე შევდივარ და ხო და ვუწყებ ძალიან დაალაგებულად. ახალგაზრდა, რატო ბილდს სიტყვავთ? განა არ შეგიძლიათ თქვენ? საპარლამენტო გამონათქვამებით შემეკამათოთ მე ოცნების პროვოკაციას და დავამარცხოთ სიტყვიერ ბრძოლის ველზე და ტერორი პოსტი. ხო, თავარი რა, იცი რომ გინებებზე იწყება გარდიან. ამიტომ რომ მათ არ შეუძლიათ, ანუ ამათ არ შეუძლიათ კამათი, მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრ ჩამოყალიბება და მათ არ შეუძლიათ რაღაცა თქვა. რა ვიგზეთ, ვინ გამათავისუფლებს მასკმა. ანუ გეებზე, LGBT თემზე საკაიფოდ საუბრისგან ერთი თავისი პოსტით იმაში X-ში. გოგონი რო დაუძახა იქ. ჯო, ძეტკა. თუ ამერიკის ტრიუმფატორს შეუძლია გოგონი დაუძახოს, მე აგერ ვიღაცებს რომ შემიძლია სხვა რაღაცები დაუძახოს. კარგი. ეს სხვათა შორის ზუკერბერგმა რო თქვა, რომ არ არსებობსო, თუ ეგეთი ფაქტ-ჩეკერება პირიქითო შეზღუდესო, მე რა იყო საუბარი ქვეყნის გარეთ მოხდება თუ არა და ეგეთი რაღაცა თქვა, რომ ქვეყნის გარეთო CIA-ს უნდა დავეკითხო. ანუ რეალურად ჩვენ მოხდება მაინც კაც. რეალურად ჩვენ ქვეყნის გარეთ, ანუ შეერთებული შტატების გარეთ, Facebook-ი და ის არ არის თავისუფალი და X-ი არის. X-ის ეხლა საქართველოს რეალობაში არ ვიყენებთ რა. მაგრამ ზუკერბერგი რატომ მიხოხდა, იცი? გასაგებია რატომ? იმიტომ რომ აქციები დაეცა ძალიან და X-ის აქციები გაიზარდა. და სამსები შესაძლებელია ესე რომ გაეგზელებინათ ზუკერბერგს. პრობლემები ქონოდა რა. არა მარტო ხელისუფლებიდან, არამედ ზოგადად მარკეტინგულად. ესე ყველაზე ჭკვიანური აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის იქნება ის რომ საკუთარი Facebook სოციალური სივრცე გამართული, კარგად აწყობილი შექმნა. ყველგან გამოვა. თუ ის არის, ჯერ არსებობს უკვე. ფული უნდა ბევრი რა. მოკლედ ყოველ შემთხვევაში დიდ ქვეყნებში ეს უკვე არის და იქნება. კი არის, ჩინეთიც არის, რუსეთიც არის. და იქ პრობლემა არ იქნება იქ ჩახსნა. გადავიდეთ იმ თემაზე, მეორე თემაზე. თავი რა არის, ესე იგი, დისკურსის კულტურა არ აქვს, არ იციან არგუმენტირება. არ აქვს რეალობის აღქმის არანაირი აპარატი არ აქვს რა. არც, რავი, საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა არ აქვს, არც გეოპოლიტიკის, არც პოლიტიკის ცოდნა არ აქვს. აქვს რაღაცა NGO ტრენინგებზე მიღებული რაღაცა წარმოდგენები, ზოგადი წარმოდგენები, რომელიც აყვანილია რაღაც რელიგიურ დონეზე, სექტანტურ დონეზე. და მე ვფიქრობ, ანუ რა შეიძლება იყოს პატარა ქვეყნისთვის, პატარა ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი გზა და ხო ხლა, როდესაც შენ არ აღყავს დიდი მოსახლეობა, შენ უნდა გააკეთო აქცენტი ხარისხზე და არ არის რაოდენობაზე. და ჩვენთან სამწუხაროდ არ გაკეთდა აქცენტი ხარისხზე. ამას მიზეზები ქონდა. ჩვენთან მოხდა ისე, რომ ანუ თვითონ იმ ლიბერალებისთვის წესით თვითონ აქვს ახლა ეგ პრობლემა, ხო? ლიდერი არ აღყავთ. მოძრაობა, სადაც გამოკვეთილი ლიდერი ვერცად ვერ ნახეს. ეს არის ბრბო. ლიდერი თუ არა და იერარქია თუ არ არის, ეს არის ბრბო. და შესაბამისად ის რაც რისი გაკეთებას მათ უნდათ, ანუ მუდმივად ეს რაღაცა მრევლიც გაჩენა. იმ როდესაც შენ იმას ქმნი რაღაცა რელიგიურ ორგანიზაციას, უნდა იმაზეც იფიქრო, რომ ხო, მაგრამ ამ ლიბერ-მრევლის კარდინალი ან ქურუმი ვინ არის? თუ ეს მრევლია. ვინ არის ქურუმი? იქაც არის. მიშა აღარ. არა, ამერიკის პრეზიდენტია. ხო, აი ჯო ვილსონი, ოღონდ ხო, აი ხა ჯო ვილსონი ახალი არის. დროებით. ხო, შვიცარიელში ავს. ხო, დაიწყამი რომ გამოვა პუტინთან ერთად და ხელს ჩამოართმევს და წაიღე შენი უკრაინა რო ეწყვის მე დასიზავ. აი მისი ადეპტი ვინ არის საქართველოში? ადეპტი ვინ არის? და არა, სალომეს ცდილობენ რომ, მაგრამ სალომეს ნაგინები ყავს ტრამპი. ყველას ნაგინები ყავს რო. სულ რა აქვს მნიშვნელობა. აქ საინტერესო არის ერთი რაღაცა, რომ ეგ რაღაცნაირი ისეთი რელიგია სექტა გახდა. რომელსაც არ ყავს ლიდერი, რომელსაც არ ყავს. ხო, არ ყავს ლიდერი. ანუ რანაირად. და სიმბოლო რა არის წმენის? ვინ არის?
წვენის სიმბოლო ვინ არის? აი მან გერხება. ამერიკა. არა. ამერიკა როგორ სიკეთე? ხო და არ არის, всё და ამიტომ არ იმჩნევენ ამერიკა რო აღარ არის ლიბერალური. ეხო შენი პროპაგანდაა და არა მათი. როგორ გამოდის ის კაცი და ეგრე ხსნიან ესე რომ ეგრე არიან შენი პროპაგანდა. მას ვიტყოდი ამ აქციის მონაწილეებს ადრეს ვთქვი რომ აი მართლა რაღაცა სოციოლოგია რო აწარმოოთ ხო არიან ეს მიშას და ეს კოლექტიური ნაცები ეს პარტიები რომლებიც ამას მხარს უჭერენ და არის ვიღაცა ახალგაზრდები რომელსაც ხო შეიძლება რაღაცა არ მოგეწონოს რა მე კითხვა მიჩნდება რომ აი თუ არიან აი მართლა ჩვენთან რო არის რომ აი ახალგაზრდის ფეტიში რო შემოიტანა მიშამ ეს ეიჯისტური სიგიჟე ხო რომ 40 წლის უკვე რო ჩამოსაწერი ადამიანი იყავ ეს სიგიჟე რო შემოიტანა მიშამ და ახალგაზრდების ფეტიში კაცო და ნაცებიც არ ვართ რო იძახი. რა პრობლემა არის რომ შეგექმნათ ეს რაღაცა საკოორდინაციო საბჭო 3-10 კაცი შეგეყვანოთ ჩიგნით და ანუ რო თქვენივე ტიპები დაგებუშტათ. რატო ვექნეს? ჩვენო ლიდერები არ გვინდა, იმიტომ მე მათზე წამოვა თავდასხმაო და ეგეთი ლიდერი დედავატია რომ იმიტომ კი არა, იმიტომ არ არის ლიდერი რომ მათზე ხო და ანუ ამათ როგორი უნდა იცი რაღაცა ანარქისტ ლიდერი ეგ არის რომ მიიღოს დარტყმა. ამათ რა უნდა იცი ამათ უნდა ანარქიული ოღონდ უნდა იყოს იქიდან აი კოლექტიური ვიღაც ჯო ვილსონი უნდა გმართოს და შენ აქ არავინ არ უნდა ოკუპანტის ენაზე რომ თქვა თევზის დავიჭეროთ და მაზეც დაждდა. ერთი იმას ვიტყვი რა. სულთა ანარქიზმზეც რო გადავიდეთ რა. ყველანაირი ანარქისტურ მოძრაობას ყავდა ლიდერი. ყველაში მახნო იყო, ჯიგარი ხარ. იდეოლოგიის კაცო. სიტუაცია დავასრულოთ. და თუ გახსოვთ ამერიკის ახალი ელჩი რო გამოჩნდა ჩვენ საუბრობდით ეს ქალი ხო? ახი რა კარგი ქალბატონია როგორ ყოჩაღად იქცევა და მაშინვე აღნიშნეს რომ ჯერ თავისი დრო არ მოსულა როგორც კი მაგის დრო მოვა, იმიტომ რომ მაგი არის რევოლუციონერი საქართველოში ჩამოსული. რევოლუციისას კი ბატონო, ხა რა შედეგი მიიღო? იმასთან შედარებით 100-ჯერ უკეთესი შედეგი აქვს, რაც წინა ელჩს ჰქონდა, ხო? ნუ არ გაღიზიანებს აი ეგ არის. ხო ხედავთ, ეხლა ჩირგვებში ზის თავისთვის. მით უმეტესად დაეცა ტრამპი თავი. რამდენი ხანია საერთოდ არ გამოჩნდა. ეხლა გამოვიდა უბრალოდ გახარია რომ ძუყნეს რაღაცა უნდა ეთქვა. ხო და არ გამოჩნდა. მაგათი ლიდერები არიან ამერიკის ელჩი და თქვათ ევროკავშირის რამდენიმე ელჩი. ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ლიდერები რო ყავთ, ვითომ ეხლა სხვა ფორმა მოიგონეს. ნუ ვიღაცამ დაარიგა, ხო უწერიათ ეხლა იქ გაწერილია რაღაცა როგორ უნდა მოიქცნე, როგორ უნდა მოიქცნე თქვათ ევროპელები ჩვენს ხელისუფლებას, ასე ყველაფერი აქვს გაწერილი. ეს ხდება, მაგათ არავინ არ ეკითხებათ. ანუ მათ იციან როგორ უნდა მოიქცნენ, მიიღებენ რაღაცა დავალებას და იქცევიან, არ გამოჩნდეთ, არ გამოხვიდეთ. ვითომ საზოგადოების სახელით ხდება ყველაფერი. ყველაფერი ხო გატესტეს. ჟურნალისტების იყო, იქ რაღაცა NGO-ების, რევოლუციები იყო და ეხლა აი ხალხს უნდა რომ ესე იყოს. სინამდვილეში ხალხმა უკვე რეალურად ხალხმა დაინახა რომ აი ისინი რეალურად ხალხი არ არის, მაინც NGO-ებია, სხვისი რაღაცა შემოძრებიან და ხალხის სახელით ლაპარაკობენ. არ გვჭირდება ჩვენ ლიდერები, ჩვენ აი საზოგადოება ვართ აღშფოთებულები, მაგრამ სინამდვილეში ლიდერები როგორ არ აყავთ? ლიდერი არის ამერიკის ელჩი და ეს ევროკავშირის წარმომადგენლები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის მათი გატუტუცებული, მოდი ესე დავარქვათ, ლამაზად ხალხი, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩვენ არც ხელისუფლების კონსტიტუციას ვემორჩილებით, არც კანონებს ვემორჩილებით, არც რაღაცა რაციონალური აზრი გვაინტერესებს, არც ის რომ მტკიცებულებები არ აქვს არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ესე. ჩვენ გვინდა რომ პოლიციელსაც დავარტყათ და ნებისმიერი ადამიანის დავჩაგროთ ისე როგორც ჩვენ გვინდოდეს, მაგრამ ჩვენზე კანონი არ უნდა მოქმედებდეს. რა გგონიათ ეს თვითონ მოიგონეს? არავის არ მოუგონია თვითონ. ეს ყველაფერი არის, როდესაც გამოდიან აი დღესაც ევროკავშირის ახალი დონის ასე ვთქვათ პოლიტიკური ფიგურები გამოდიან და ამბობენ რომ შვიდობიან მომიტინგეს დაესხა პოლიცია თავს. ეს ერთ-ერთი ხო არის კაცო. კადრებს გვაჩვენებენ ხელს როგორ ურტყავს პოლიციელს და ჟურნალისტი ამბობს რომ ნახე მოიგონეს თურმე რაღაც ამას ხელი რაღაცა გაიქნია გამოიქნა ასე შემდეგ. ანუ ეს კონსულიური მოძრაობა იყო. ხო, ანუ არა, ეხოთები ის თქვი რა. საკვეთი ღონისძიება რატო არ უნდა? პროსტო შენი ანალიზი გითხარი მოკლედ რა. ალებში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან. რატო ვერ გამოუშვებდნენ? გირაოთი რატო ვერ გამოუშვებდნენ? თქვი რა. ხო, ანუ ეხლა ქალბატონთან დაკავშირებით ერთი ამბავი. კარგი ანალიზია რა. ატეხილი რო არის ერთი ამბავი, რომ როგორ შეიძლება რომ დაჭერილი იყო რატო დაიჭირა სასამართლომ და რაღაც გირაოთი რატო არ გამოვიდა? ხო, არა, რატო გირაოთი? აკვეთი გირაო რატო არ? და ასე შემდეგ რა.
აქ მთავარი არის და აი აუცილებლად მე ორი სიტყვით გვარამიასთან დაკავშირებით აი შედარებას გავაკეთოთ რა. ანუ როდესაც ეს ქალბატონი დააკავეს და მას ბრალად წარუდგინეს მუხლი, რასაც ქვია თქვა პოლიციელზე თავდასხმა, ამ დროს სასამართლომ იმსჯელა რა თქმა უნდა შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და აკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს და ასევე ევროპული და ამერიკული გაიდლაინების რომელთაც ხელმძღვანელობენ. ანუ რა არის ამ შემთხვევაში და ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიების გამოყენების მიზანი. ერთი ის რომ გამოძიებას, როდესაც პატიმრობაზეა საუბარი, გამოძიებას არ უნდა შეეშალოს ხელი ჭეშმარიტების დადგენაში. ანუ გამოძიებამ უნდა დაადგინოს სრული სიმართლე, რა იყო ჭეშმარიტება. ამ დროს, როდესაც გამოძიება არგუმენტად აყენებს, რომ მაგალითად ნებისმიერ შემთხვევაში ავიღოთ, უნდა დაასაბუთოს გამოძიებამ, რომ აი ეს ადამიანი მაგალითად გაიქცევა, მიიმალება. ეს ადამიანი მაგალითად თავისუფლებაში ყოფნას გამოიყენებს იმისათვის, რომ გაანადგუროს მტკიცებულებები და ზემოქმედება მოახდინოს და მტკიცებულები გაანადგუროს. და არის თქვა ერთ-ერთი ესეთი მთავარი არგუმენტი, რომ ის გააგრძელებს დანაშაულის ჩადენას. ეხლა, როდესაც ამ არგუმენტებს ან სასამართლო ითვალისწინებს, თან კიდე გამოძიება აყენებს არგუმენტს, აი ამ მიზეზისა გამო მას უნდა შეეფარდოს თქვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რა თქმა უნდა იყოს დასაბუთებული. ეს მშვენივრად იყო დასაბუთებული და მესამე არგუმენტი იყო გამოყენებული, რომ ის გააგრძელებს დანაშაულის ჩადენას და სასამართლომ გაითვალისწინა ეს და მანაც განმარტება გააკეთა. ეხლა ვისაც არ უნდა არც გაიგებს და არც მოусმენს, ხო? მან განმარტება გააკეთა და თქვა, რომ როდესაც ბრალის წარდგენამდე, ანუ მეორე დანაშაულის ჩადენამდე, ეს ქალბატონი 1 საათი თუ 2 საათი ადრე დააკავეს ადმინისტრაციულად, მას სუბუქი, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ღონისძიება გამოიყენეს ხელწერილით გაუშვეს. და ხელწერილით გაუშვეს. ხელწერილით გაშვება ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩამოიწერა, ხო? არა, ანუ სუბუქი აღკვეთის ღონისძიება ხელწერილში რას წეს, რომ რა თქმა უნდა, იქაც ხელწერილში გაფრთხილებულია, რომ აწიჭკიანად უნდა მოიქცეს, მოდი ესე ვთქვა. 1 საათი არ არის გასული, გამოვიდა და ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა ხალხო. ანუ ის რომ მაშინაც პოლიციელს წინააღმდეგობას უწევდა, გამოვიდა და იმ კატეგორიის ქმედება, ოღონდ უფრო უარესი, ისე გააკეთა. ანუ დანაშაული ჩაიდინა. ეხლა სასამართლომ რატომ არ უნდა შეუფარდოს აღკვეთის ღონისძიება? იმიტომ, უბრალოდ რატომ უნდა შეუფარდოს? იმიტომ რომ ეს ადამიანი, როგორც რეციდივისტი რო არის, ერთ და იგივე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა დაახლოებით საათ-ნახევარი 2 საათის განმავლობაში. ანუ მე რომ მას უშვებ, მე პასუხისგებლობას ვიღებ ჩემ თავზე, რომ ეს ამას აღარ გააკეთებს. ანუ შენ დადასტურებულად გააქვს ამისი საშუალება, რომ დაინახო. ანუ სასამართლო საერთოდ 1%-ითაც არ იყო ვალდებული, რაიმე გაეთვალისწინებინა და გამოეშვა ეს ქალბატონი იქიდან და არ შეეფარდებინა მისთვის პატიმრობა. ანუ მან კანონმდებლობის სრული დაცვით და გაიდლაინების სრული დაცვით იმოქმედა და ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ ვერც ერთი, აი რასაც არ ამასაც ხო გაასაჩივრებენ სტრასბურგში წაიღებენ და საღარისავენ, ვერც ერთგან სტრასბურგში ვერაფერი ვერ მოიგეს. აი ძრა ვერაფერს ვერ უკნეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს და ანალოგიური მოხდა, როდესაც გვარამია გაასამართლეს. ზუსტად ანალოგიური, ანუ მოსამართლემ 2 დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ერთგვაროვანი დანაშაულები, ერთი დიდი ფული იყო, 7 მილიონი თუ რაღაც, მეორე უფრო ნაკლები. პირველ ეპიზოდზე, აქ არის საუბარი ეპიზოდზე. პირველ ეპიზოდზე მოსამართლემ აპატია დანაშაული, ასე ვთქვათ, არაფერი არ უპატიებია, მაგრამ ნაკლებად სუბუქი სასჯელი გამოიყენა და პირობითი სასჯელი მიუსაჯა. მაგრამ უკვე მეორე დანაშაულზე თვითონ კანონმდებლობა არ გაძლევს საშუალებას, რომ მეორეზე რა თქმა უნდა, მეორეზე უკვე მიუსაჯა სასჯელი. და მე რა თქვა სტრასბურგმა? და ეს ხო იცი რომელი ამბავია? ელჩის თანაშემწერო მიუვარდა მოსამართლეს და რო ატერორებდა. თავარი, მან ყველაზე მთავარი რა არის იცი ხალხო? ამ განაჩენზე ატერორებდა. ეს განაჩენი სტრასბურგმა ყველაზე მთავარს გეტყვით, მან რაც ხდება. უყურეთ, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხო ნახეთ, აგერ ამბობთ ამერიკის, მე სტრასბურგმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა მე რაღაცა შეაწყალებინეს, რომ თითქოს ეს იყო ფრთებიანი ანგელოზი და რაღაცა ხელისუფლება მასზე მოახდინა ზეწოლა. რა მოხდა მთავარში? დღეს თავისი ტელევიზიის, თქვა დამფუძნებელი თუ დირექტორი
ედავება ზუსტად ანალოგიურად. იგივეს. ზუსტად ისიც ახის რომ ფული მოიპარა, გაძარცვა, თავისი შეჭამა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ თუ თავიანთ ტელევიზიაში მერე იპარავს. სადაა მილიცია? ნიკა გვარამია თუ იპარავს თავის ტელევიზიაში, თურმე რუსთავიორში არ მოიპარავდა, მერე მილიცია სად არის? სად იყურება? სად არის და იქ არის სადაც საჭირო. ო და უნდა მიუგოთ. დიდი მადლობა. მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარი იყო ეს არგუმენტი ძალიან მაგარი იყო. ну თუმცა ხა გლის თავზე აღარებას კითხულობთ რომ ეს ჩვენებო ჩვენ თქვენ იყოთ არგუმენტებით შეერაღებული როცა მოგიწევთ Facebook-ში რაღაცების წერა უნდა უთხრათ აი ჭილყვავებს რომ აი ეს არგუმენტი მოიშველიეთ ძალიან მაგარი არგუმენტია სხვა გზა პრაქტიკულად მე შევიტყვი ზაზა რომ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ რაც აუნა ჰუმანური ყოფილიყო მოსამართლე კანონი არ მისცემდა საშუალებას რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. მოსამართლე შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს რა შემთხვევაში. ესე 100.000 ვადებდითო რა და 4-დან 7 წლამდე ხო არის არა მაგალითად და სასამართლო სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე რომ იმსჯელოს მაგალითად რატომ უნდა შეუფარდოს 4 წელი და რატომ არა 7 და ასე შემდეგ. და ეს არის ლუქი რა. მაგრამ იმას ხო ვერ იზავს მოსამართლე რომ ამას საერთოდ იცი რა არის? მოდი რა დანაშაული ვაპატიოთ. დაახლოებით ეგეთივე ხო, ჟურნალისტი. დაახლოებით ეგეთივე არგუმენტებია ამ შემთხვევაში. აფეთის ღონისძიებას თუნდაც მილიონი ლარი რო ჩაედოთ გირაოში, ვერ მიიღებდა გირაოს რა, იმიტომ რომ აი ასუხისგებლობას სასამართლო იღებს თავის თავზე. ხო ნახეთ იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ზალადობის ფაქტზე მოსამართლემ გამოუშვა ვთქვათ, ადამიანი წამოვიდა და 2 დღეში ერთმა მეუღლე მოკლა, მეორე რაღაცა უბედურობა ჩაიდინა. ეს სულად პასუხისგებლობა არის მოსამართლე. ცუდი ამბავი რომ მოხდა ზვიადაურთან დაკავშირებით. კი ბატონო. და არგუმენტი მოაქვს რომ აი ციკლაურმა გამოუშვაო ესო. და აქო ყვლელი რა და აქო რა მოხდაო, ხვდები? იქო რა ქვია, ეს მზია გამოშვრა. ციკლაური არის ნაც გარეწარი მოსამართლე. просто ძრას ვერ უყობ. ჩვენს მიშასავით უნდა ადამიანები იყოთ რომ ჩაუდოთ რაღაცა და დავიჭიროთ. ეს ეგება ეგ უნდათ, რა ვიცი. მოკლედ ეს არ მოხდება, მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება. გვისმინეთ ჩვენ პოზიტივის არგუმენტები არის აქ და შეერაღდით და რა თქმა უნდა, არა ძალადობრივად, არამედ პოლიტიკურად დედას უტირებთ. აბა, კარგად ზანდებოდეთ, მომავალ შეხვედრაზე.